ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. მისი სამქვეყნიური არსებობის უმთავრესი დანიშნულება შემოქმედთან მსგავსება, სულიერი სრულყოფისკენ სწრაფვაა. ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი მიიღწევა უზენაესი კანონების დამორჩილებითა და ცხოვრების გზაზე აღმოცენებული ცნობების დაცლების მძიმე, თუმცა გარდაუღალე პროცესით. პიროვნების გზა ამ ღვთიური მიზნისგან რთული და მტკივნეულია. ევას ცოდვიანი სახთი და პირველქმნილი ცოდვის შემდეგ შევიდა ადამიანის ბუნებაში. ბუნებრივი შობის გზით კი ყველას მემკვიდრეობით გადაეცემა. ეს დანაშაული კი სხვა არაფერია თუ არა ღვთისცნების დარღვევა, აკრძალული ხელის ჭამა. შესაბამისად, სწორედ უზენაესი კანონების უგულებელყოფა დაედო საფუძვლად ადამიანის მოდგმის დაცემას. თუმცა ევამ იცოდა ღვთის ბრძანების და ამორჩილობის გარდაუვალი შედეგები, მან მაინც შესწოდა. სწორედ ამ ტრაგიკულ მოვლენას ეფუძნება ქართული ანდაზა, აკრძალული ხელი უფრო გემრიელია. საუკუნეების განმავლობაში მრავალი შეხედულება ჩამოყალიბდა ამ ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ, რომელსაც სწორედ აკრძალული ხელის ეფექტი ეწოდება. ქრისტიანულ და თეოლოგიურ ფილოსოფიაში აკრძალულისკენ სწრაფვა ხშირად განიხილება როგორც ადამიანის მიდრეკილება ამბოხისკენ. მაგალითად, წმინდა ავგუსტინე თავის აღწერებაში საუბრობს, რომ მან სიხლები მოიპარა არა იმიტომ, რომ მას სურდა ან სჭირდებოდა ნაყოფი, არამედ იმიტომ, რომ ეს მას ეკრძალებოდა. წესის დარღვევამ კი გარკვეული სიამოვნება მოგვარა. ამ დროს ადამიანის მიზანი საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ნების გამოვლენებაა, ხოლო კანონის დარღვევით მოპოვებული სარგებელი მეორეხარისხოვანია. განხილული აქტი წარმოადგენს საშუალებას, რითაც პიროვნება უპირისპირდება საზოგადოების ან ღვთის მიმართ ადგენილ საზღვრებს. განსხვავებული შეხედულება აქვთ მოცემულ საკითხზე სტოიკოსებს. მათი აზრით, დაბუდებულისკენ სწრაფვა ინდივიდის გონების ნაყოფია. ეპიქტეტე და სენეკა ფიქრობდნენ, რომ აკრძალული საგნები მეტად მჯდოლია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები თავად აზრდებენ მათ ღირებულებას. სენეკა წერდა, რომ ადამიანები ხშირად იტანჯებიან, რადგან ისინი მისდევენ დაუშვებელ სიამოვნებებს, იმ იმედით, რომ ეს მოუტანთ მათ თავისუფლებას. რეალურად კი სწორედ ეს წერტილი ხდება თავად მონობის ფორმა. სტოიკოსები გვასწავლენ, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება არა აკრძალვის დარღვევაში, არამედ საკუთარ ვნებებზე ბატონობაშია. როდესაც ადამიანი სასრულ საგანსა და მის ღირებულებას ობიექტურად შეაფასებს, აღმოაჩენს, რომ ეს ხილი არაფრით განსხვავდება სხვა ნებადართული ნაყოფისგან. შესაბამისად, გემრიელი არა თავად აკრძალული ხილი, არამედ ის მცდარი წარმოდგენა და მოლოდინი, რომელსაც ადამიანი საკუთარ გონებაშივე ქმნის. ფიქრობ ამ ფენომენის უკეთ გასააზრებად უმჯობესია განვიხილოთ, თუ როგორ არის იგი წარმოჩენილი სხვადასხვა კულტურაში. მეტად საინტერესოა ბერძნული მითოლოგია, კერძოდ პანდორას ყუთის ისტორია. ზევსმა ბრძანა შეექმნა ქალი პანდორა, როგორც კაცობრიობის სასჯელი. მას სინარნარესა და მოკრულობასთან ერთად ცნობის მოყვარეობა ეშმაკობა და ვერაგობაც დაანათლეს. პანდორას ზევსმა დასაცავად მისცა ყუთი და თან მკაცრად გააფრთხილა. თვითონ არ გაიხსნა იგი. ყუთის აკრძალვამ წარმოშვა დაუძლებელი ცნობის მოყვარეობა. პანდორა შეცდა, გახსნა ყუთი, რითაც მსოფლიოს ბოროტებას სიავი ავადმყოფობა მოჰგვარა. განხილული მითი, ისევე როგორც ედემის ბაღის ისტორია, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზღვრების არსებობა ავტომატურად ფათევს მათი გადალახმისხმელ ტოლობას. ადამიანის ცნობის მოყვარეობა კი ხშირად უფრო ძლიერი მომოძრავებელი ძალაა, ვიდრე რაღაცის ან ვიღაცის მორჩილების ვალდებულება. ამრიგად, აშკარაა ქართული ანდაზა აკრძალული ხელი უფრო გემრიელიაო, ეფუძნება იმ ყურსავირს, რომლის გარშემოდაც ადამიანები საუკუნეებია ბჭობენ. ამ ფენომენს გადავაცდებით თეოლოგიაში, ფილოსოფიის მრავალ დარგს და პოპკულტურაშიც კი. ჩემი აზრით, აკრძალული ხილის მირთმევა ხშირად ცდება საზოგადოებრივ და მორალურ კანონებს. აუცილებელია ადამიანს გაარჩეს თვითკონტროლი, რადგან ნორმის ფარგლებში აკრძალულის მოტყობა შეიძლება მართლაც იყოს თვითგანვითარების საშუალება. თუმცა, როდესაც დაბუდებულისკენ სწრაფვა გადაიზრდება სხვათა შეურაცხყოფასა და უზენაეს კანონების დარღვევაში, ის მხოლოდ გაუმართლებელია. People were created in God's image, and our main purpose in life is to become closer to God and grow spiritually. We can achieve this by following God's laws and resisting temptation, which is hard but necessary. This journey is not easy or painless. When Eve ate the forbidden fruit, sin entered human nature, and ever since every person is born with this inherited sin. Eve's act was simply breaking God's rule, eating what she was told not to eat. Even though she knew the consequences, she did it anyway. This is exactly what the Georgian proverb captures. The forbidden fruit is sweet here. The Christian view sees this as humanity's natural tendency to rebel. Saint Augustine wrote in his Confessions that he once stole pears not because he was hungry or wanted them, but simply because it was forbidden. Breaking the rule felt good. The real motivation was not the pears themselves, but the feeling of independence and defining authority. The Stoic philosophers had a different take. Epictetus and Seneca believed that forbidden things only seem more attractive because we build them up in our own minds. Seneca argued that chasing forbidden pleasures does not bring freedom. It actually traps us. True freedom, the Stoics said, comes from controlling your own desires, not from breaking rules. If you look at a forbidden thing honestly, you will often realize it is no better than what you already have. The sweetness is in your imagination, not in the thing itself. A great example from mythology is Pandora's box. Zeus created Pandora and gave her a box, telling her never to open it. Of course, the fact that it was forbidden made her desperately curious. She opened it and released all the evil and suffering in the world. This story, just like the Garden of Eden, shows us that telling someone they cannot have or do something often makes them want it even more. Curiosity can be stronger than obedience. In conclusion, the proverb, the forbidden fruit is sweeter, touches on something deeply human that appears in religion, philosophy, and everyday life. I think some degree of curiosity about forbidden things can actually help us grow, but only within limits. When the desire for what is forbidden leads us to hurt others or break fundamental moral laws, it can never be justified.